ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენა ბილიხოძე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის პრესატაშე ირაკლი პერდაია. 240-91-92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.ჟ-ზე გამოგვიგზავნეთ. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე უშუალოდ ქართულ კალათბურთელთა თამაშების შესახებ ვისაუბრებთ, თქვენ იყავით უშუალოდ იქ და თვალსადევნებდით ყველა იმ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა გამართა. მოდით თავდაპირველად ნახევარფინალური შეხვედრების შესახებ თქვა, საკმაოდ დიდია ინტერესი. პირველი ნახევარფინალური მატჩი დღეს გაიმართება. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მაყურებელ შესთავაზებს და ტალღაზე 109 მატჩის რადიო რეპორტაჟის მოსმენის საშუალებაც ეძლევა ჩვენს რადიო მსმენელს. საფრანგეთი, ესპანეთი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს ნამდვილად ძალიან საინტერესო მატჩია, ნახევარფინალი ევროპის ჩემპიონატის. საფრანგეთი, ესპანეთი, ანუ თავდაპირველად აღნიშნავ იმას, რომ თვითონ ეს მატჩები სადაც იმართება, ის არენა მოგესალმებით, რეკორდი მოიხსნა ყველანაირი, აქამდე რაც ჩატარებულა მატჩები დასწრების რეკორდზე მოხალაპარაკი. მოგეხსენებათ, საფეხბურთო სტადიონზე იმართება მატჩები, ოღონდ ცხადია არ აღია ცის ქვეშ, არამედ ულტრათანამედროვეა, გადახურულია და 27,000 ადამიანი ესწრება თითო მატჩს, ტრიბუნები იტევს და მინდა თქვა, რომ დღევანდელი მატჩი ჩაივლის 27,000 ყველა ბილეთი გაიყიდება, იმიტომ რომ საფრანგეთის ნაკრები თამაშობს და წინა მატჩი, რომელიც ითამაშა საფრანგეთმა, ამაზე შედარებით ნაკლები მნიშვნელოვანი, ხა ფინალში გასასვლელი მატჩია, დარწმუნებული ვარ, ანშლაგი იქნება ძალიან ესეთი სპორტული ატმოსფერო, ძალიან საინტერესო და მეტოქეებიც ღირსეული მეტოქეები არიან, მატჩიც უნდა გამოვიდეს ძალიან საინტერესო. ესპანეთი მოგეხსენებათ არ არის თავის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მას არ ნიშნავს, რომ მას პენძელ საფრანგეთს რამეს დაუთმობს, იგივე საფრანგეთის მატჩი წინა მატჩებშიც კი საბოლოოდ იოლოთ იმარჯვა ყველა შეხვედრა, მაგრამ იყო თამაშის მცველობისას ესეთი მომენტები, როცა თუნდაც ლატვიამ სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია და დარწმუნებული ვარ, ესპანეთის საკმაოდ ის ბრძოლას მისცემს და მე ვიტყვი, რომ მაყურებელს ძალიან საინტერესო მატჩი ელის, ძალიან დაძაბული და არ გამორიცხავ, რომ ესპანეთმა გაიმარჯვოს, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ მასპინძელი მაინც მოახერხებს საფრანგეთი ფინალში გასვლას, მოქმედი ჩემპიონი და გულში მოტივირებს სურჩევ, აუცილებლად უყუროს ამ მატჩს, ძალიან საინტერესო შეხვედრა ელის ყველას. და რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირება, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ლიტვის ნაკრების თამაში, დიახ. ხვალინდელი მატჩი ჩვენი გადმოსახედიდან უფრო საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ თამაშობს ლიტვა, ჩვენ მეტოქე, რომელმაც ნაკრები, რომელმაც ჩვენთან მატჩი გაიარა ბეწვის ხიდზე, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად შეიძლება წაეგო თამაში და საქართველოს გასულიყო და საქართველოს გუშინ ეთამაშა მეოთხედ ფინალში იტალიის წინააღმდეგ. სხვათა შორის ლიტვა დამტკიცდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად ღირსეულ და ძლიერ გუნდს მოუგო, მოქმედი ვერცხლის პრიზიორია ლიტვა და მაგრამ მიმდინარე ტურნირზე
ჯგუფურ ეტაპზე ცოტა ესეთი წაფორხელებები ქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამენაირად ფავორიტობა ჩამოვართვათ და დამტკიცა გუშინდელ მატჩი იტალიასთან, ნუ უმრავლესობა ჩემს გარშემო ვინც არიან ადამიანები თვლიდნენ, რომ ფიქრობდნენ, რომ იტალია გავიდოდა ნახევარფინალში, მაგრამ ჩემი აზრი იყო, რომ ლიტვა მოახერხებდა გამარჯვებას და სადაც მოხდა და დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა, რომ ხდება სერბეთმა ყველა მატჩი ამ ტურნირზე ჩაატარა ერთი ამოსულ თქვით ძალიან იოლი გამარჯვებები მოიპოვა, ძალიან მაღალი კლასი აჩვენა და ერთ-ერთი ფავორიტი თუ უმაღლესი დონის თავარი ფავორიტია საფრანგეთთან ერთად, ჩემი აზრით, ყველა ზოგადად სპორტის შეშახედული ადამიანების თვალსაზრისითაც და არ გამოვრიცხავ, რომ ლიტვამ კიდევ მოახერხოს გამარჯვება, ყოველ შემთხვევაში სერბეთს ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ გავიდეს ფინალში და ვფიქრობ, რომ ეს მატჩიც არანაკლებ საინტერესო იქნება ვიდრე გამამდელი მატჩი. მოდით საქართველოსა და ლიტვის ნაკრებ გუნდთა შეხვედრის შესახებ ბრძანეთ. საქართველოს-ლიტვა. ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი, კარგად ჩატარებული შეხვედრა. მე გულისხმობ ამაში იმ ატმოსფეროს, იმ სიტუაციას, რომელშიც საქართველოს ნაკრები იმყოფებოდა, არასდროს ასე არ უთამაშია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. ჯგუფიდან გასულები ვართ ერთხელ, მაგრამ მაშინ პლეი-ოფში ვერ მოხვდით, იმიტომ რომ მეორე ჯგუფური ეტაპი იყო, სისტემა შეიცვალა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა ევროპის კონტინენტზე ელიტარულ გუნდებს შორის, ან მოგეხსენებათ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა, საქართველოს ზაგრებში, ხორვატიაში მოუწია და შემდეგ გადავინაცვლეთ საფრანგეთში, სადაც იყო ალბათ მე ცალკე ვისაუბრეთ მაგ სტადიონზე, მოედანია უმაღლესი უბრალოდ არ არის ევროპაში ეგეთი სპორტული საკალათბურთო არენა. არც ეს არ არის საკალათბურთო არენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ ისე სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოაწყოს ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ აი გრანდიოზული უზარმაზარი სივრცე, ჩაბნელებული ტრიბუნები, ანუ სტადიონი აღარ გადახურული და განათებული მხოლოდ მოედანი 1000-ნაირი განათებები, კამერები და 27000 მაყურებელი NBA-შიც არ არის, ანუ მხოლოდ დარბაზები. ის დარბაზი არ არის, მაგრამ ალბათ ეს პრაქტიკა დამკვიდრდება მომავალში და ისეთი სტადიონები აშენდება, რომელიც იხურება და რომლის გადაკეთებაც შეიძლება სხვა არენად. ამ დარბაზში ადრე ჩატარებულა დევისის თასის ფინალი გაიმართა, მაშინაც ანალოგიურად გადახურეს, გადატიხრეს და ჩოგობურთი ითამაშა. ეხლა კალათბურთი მიმდინარეობს, მოკლედ ატმოსფერო არის ზღაპრული, საკალათბურთო თვალსაზრისით და ესეთი ეპიცენტრში მოქცეული საქართველოს ნაკრები ეთამაშება ლიტვა, რომელიც არის ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ვერცხლის პრიზიორი. ფინალში წააგო საფრანგეთთან 2 წლის წინ სლოვენიაში და აი ესეთი დონის თამაში მე იმას არ სულაც არ უნდა ჩაგვეთვალა ის რომ ეთქვათ ბელგიასთან წაგებული ქონა ლიტვის ჯგუფურ ეტაპზე იქ იყო რაღაც მიზეზები ატომაც წააგო ძალიან ძლიერი მეტოქე იყო და საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ძალიან კარგი კალათბურთი ну რა თქმა უნდა უზადოდ და ის შეცდომები რომელიც დაუშვეს მოთამაშე მაგის გარეშე არ არსებობს. არც ერთი გუნდი არ თამაშობს, ჩვენ ისინი დავინახეთ, იმიტომ რომ გული გვატკინა ამ თამაში წაგვაგებინათ, თორე ლიტველებმაც დაუშვეს ესეთი შეცდომები, მართალია არ ამიმდენი ამერიკ ჩვენ ლიტვასა საქართველოს ძალიან დიდი სხვაობა ელემენტარულად გამოცდილებაში და კალათბურთის საკალათბურთო სკოლებს, რა კონტინგენტს კალათბურთელთა რაოდენობრივად და ყველანაირად განვითარების დონით. და ერთი სიტყვით იმის თქვა მინდა, რომ მიუხედავად ამ შეცდომებისა საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა, ჩემი აზრით, ბევრ ეპიზოდში აჯობა და უბრალოდ წავაგეთ ერთი ბურთის გამო, რომელიც ჩააგდო ბოლოს იმ მაჩიულსმა ჩვენ და მიუხედავად ამისა, იმ ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო ვინ გაიმარჯვებდა, მიუხედავად იმისა, რომ წუთნახევრით ადრე 8 ქულით გაიქცა, ასე ვთქვათ, ლიტვა, მაინც მოახერხეთ ძალების მობილიზება. თორნიკე შენგელი არ იყო მოედანზე და მაინც ერთ ქულამდე შემომცირეთ და ნახევარი წუთი იყო დარჩენილი და ეს ბურთი რო აგვიღო ღმერთმა არ იცის ჩემი აზრით ისეთ
განწყობაზე იყვნენ და ისეთ აღმოფრენით თამაშობდნენ ჩვენი ნაკრების წევრები, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი ბურთი რო არ ჩაეგდო, ყველა მის ახლა აღარ გავახსენებ ამ ეპიზოდებს და იმ დროს რომ ჩემასაც ჩავაგდეთ ბურთი ერთ ჯარიმას მაინც აიღებდნენ ერთი სიტყვით დიდი შანსი იყო რომ მოგვიგო, მაგრამ აი მოხდა ისე ჩააგდო. იქ დაცვაში ეთამაშებოდა მარკუიშვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა აი მოხდა ეს რაღაცა. არ გაგვიმართლა და ესეთი ერთი ასე ვთქვათ ბურთით წავაგეთ ასეთ გრანდიოზულ ქვეყანას, საკალათბურთო ქვეყანასთან და ასეთ მნიშვნელოვანი დონეზე, ასეთ საფრანგეთში, ასეთ უდიდესი არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეორე პლეი-ოფში. ეგ რო გავსულიყავით, დავაფიქსირებდით ჩვენი არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალ შედეგს და ეს იქნებოდა ძალიან უდიდესი მიღწევა საქართველოს ნაკრებისთვის. არ მოხდა ეს. დიახ, დღეს თუ შეიძლება აი მთავარ შეცდომაზე ვისაუბროთ. იყო ვთქვათ ეს თვითდაჯერების მომენტი პირველი წუთების შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტი იყო, მოდით ვაღიაროთ. ლიტვასთან შეხვედრას გულისხმობ. როდესაც იგებდა ვთქვათ და იყო იქ დამაჯერებელი მომენტები. ანუ და ფსიქოლოგიურად ხო, ნუ აი ესეც და აი რა მთავარ შეცდომად ვთქვათ რას მიიჩნევ, დიახ. შეცდომა არის დეტალებში. აი შეცდომას მივიჩნევ თითოეულ დაკარგულ ბურთს, თითოეულ, იმიტომ რომ ეს ისეთი მატჩი იყო, რომ აი მაგან გადაწყვეტა საბოლოოდ და აი იმ ტაქტიკაზე, სტრატეგიულად, მიდგომის მხრივ მე ვთვლი რომ საქართველოს ნაკრების არც ერთ წევრს შეცდომა არ დაუშია. დავიწყოთ მწვრთნელიდან, რომელსაც სწორედ ისეთი ტაქტიკით ეთამაშა ლიტვასთან სხვანაირი ტაქტიკით თუ ვერაფერს ვერ გახდებოდი. დაცვა, სწრაფი თამაში და მაქსიმალურად დაზღვევა ერთმანეთის. აი იყო შეცდომები, იყო უბრალოდ ნაცარად შეცდომა ქვია. აი შეცდომად მივიჩნევ რომ შენგელიამ აიღო ჯარიმა, ის შეეძლო რომ გაეტარებინა ის ხო დამჩენილი იყო 7 წუთი თამაში დასრულებამდე. 4 ჯარიმა ჰქონდა. ახალგაზრდა მოუვიდა ის ტიმით რომ დარწმუნებული ვარ მე ამ ცხადია აღიარებდა რომ არ უნდა წასულიყო დასაფარებლად. სადაც ჯარიმა არ აუღია მას ითამაშა იმისთვის რომ ბურთი არ ჩაეგნებინა. ეს ხდება ლოგიკურად აზარტში იყო შესული იმდენად ასე გულმოსული წინ ვიყავით და ესე კარგავდით ხო თვალსაჩინო ეს ამ უპირატესობას და ხედავს რომ მიდის ერთი-ერთი ხო ანუ ჩააგდოს და სპორტულად იმ მომენტში ის მართალი იყო, მაგრამ ზოგადად მე ცივი რომ ასში მაგას უკვე აზართ ცალკე მიხვდები რომ არ ღირდა მოჯარეს რომ საღებამ ჯარიმა დასაფარებლად დასვლა, იმიტომ რომ დიდი ალბათობა იყო ჯარიმა მიგიყო, იშვიათად ხდება რომ სუფთად დაფარ. აი ეს ბურთი რამოდენიმე ეპიზოდი იყო რომ ბურთი დავკარგეთ ეს უწყინა სიტუაციაში. აი მაგი იყო რა მე სხვა ეს სტრატეგიულ შეცდომას და აი ესე თამაში ვერ არის იმას ვიტყვი რომ ამით თავდაჯერებულობა ქონდა რაღაც იფიქრეს რომ აი მოვიგებს და 9 ქული წინ გავიდნენ და არა აი ესეთი მეტოქე იყო თან ესეთი ძლიერი რომ აი პატარა შეცდომას ხურდას კიბრუნებდა 2 მაგათ 3 მაგათ 8 ქულით ვიყავით ხო წინ 9 ქულით ვიყავით წინ და წუთნახევარში 1 ქულა გახდა პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთნახევარი იყო და ვიგებდით 6 ქულას და უტევდით, მაგრამ ვერ ჩავაგდეთ, მე იმას მოყვა იმათი ჩაგდება სამიანი და ჯარიმით რო ჩააგდო იმ გადაგდებული ბურთი მაჩიული იგივე მაჩიულისმა 1 ქულით მოვიგეთ საბოლოოდ ის პირველი ნახევარი. აი ასეთ მეტოქესთან ძირედი შეცდომაც და ესეც აი მე ვთვლი რომ ეს იყო მეტი არაფერი, მაგრამ ამისგან დასგული არავინ არ არის. სამაგიეროდ ბევრი ისეთი რაღაც გააკეთეს რომ რამაც თამაში ჩვენ უფრო მეტ ხანს გვალიდერა წინ ვიყავით. არ ვთვლი რომ ეს სათამაშო შეცდომები თორე ესეთი. მოდით პირველ ჩატარებულ შეხვედრებზე ბრძანეთ, თქვათ იმ წაგებაზე, თქვენ კიდევ ერთხელ განმეორდებით და ვიტყვი უშუალოდ ესწრებოდით ამ შეხვედრებს, როგორი იყო მატჩის შემდგომ მათი თქვათ კომენტარების ჰქონდათ საუბრის საშუალება და რა იყო აი ამ მარცხის მთავარი მიზეზები? პირველ მარცხს გამოვარჩენ, იმიტომ რომ მოიხსენებათ მე შემდეგ ორ თამაში ვითამაშეთ ფავორიტ გუნდს სლოვენიასთან როგორც მე გამოჩნდა არ არის ჩვენ ვიცოდეთ კიდევაც სლოვენიასთან ჩვენი გუნდი მოსაგებად გავიდა, მაგრამ უბრალოდ მოხდა იქ ესეთი მომენტები რომ აი მაგამდეც მივალმე. ჰოლანდიასთან მატჩი იყო, ნამდვილად აი კატასტროფას არ დავარქმევ, კატასტროფის დონის, მაგრამ აი ძალიან
ისეთი თამაში იყო, ვიცოდით რომ ჩვენ მოგვიგო მინიმუმ 2 თამაში რომ გავსულიყავთ. 2 თამაში რომ 2 მეტოქე გქონდა კონკურენტი თავარი ჰოლანდია და მაკედონია, რომელსაც უნდა გვეჯობნა რომ გავსულიყავით 4-ში. მაგრამ წავაგეთ ჰოლანდიასთან და განწყობაზე ალაპარაკი ძალიან დაითრგუნენ, ამ მარცხით აი ძალიან მოულოდნელი იყო. თან მით უმეტეს ასეთი მატჩის ველობისას რომ აგებ მთელი თამაში და მე ჯერ გადიხარ წინ და ეს მართლა ესეთი ბავშვური შეცდომების გამო და ამაზე მეტად იყო ის რომ გამართლება ჰოლანდიის კეცოდინებათ ხომ ის სამქულიანი ბოლო წუთზე ჩააგდო ფარს აცილებ ყველა გაგვიხარდა რომ ფურთი აცდა იმიტომ რომ გავუშვა ვინც იმის როზიხა ჩანს ფურთი როგორ მიდის აშკარად რომ მიდის ფარის გვერდზე რკალის გვერდზე პროცესად და საბოლოოდ მოხდა ფარის კედელს ხო და იქიდან ჩაეშვა ბურთი ანუ ეს გამართლება მეტი არაფერი კიდევ რავი ის ბოლო წამებზე 2 ბურთი ავაცილე და ერთი სიტყვით აი ძალიან მტკივნეული იყო და დამსრგუნველი იყო სიმართლე და მიუხედავად ამისა და ეს გადაედო ალბათ იმასაც მომდევნო მატჩი სლოვენიასთან ძალიან ალბათ რომ ვერ მოვიგეთ რა საბოლოოდ რომ ჰოლანდია სლოვენიასთან მატჩი აი ანუ მაგათი თავარი ლიდერი ვინც არის ანუ ვინც ითვლება ზორან დრაგიჩი გამთამაშებელი მთავარი სული და გული ასე ვთქვათ აქცენტი ხო იყო განაიტრა 3 პერსონალური ჯარიმა გქონდა მეორე მეოთხედით ახალი დაწყებული იყო ანუ წარმოიდგინეთ ერთ-ერთ ლიდერს ანუ მისია შეასრულა ნაკრების დაცვამ აკიდა მას ჯარიმები ნუ ეს დაცვის დამსახურებაა და აი მის ნაცვლად გამოსული სამარკაფო მოთამაშემ ჩააგდო 4-დან 4 სამქულიანი მოთამაშე რომელიც ნუ ახალ ნაკრებშია და დაუძახეს და აიყვანეს არ არის ცუდი ზოგადად მაგრამ ახლა პრეპელიჩში ისგან საფრთხეს არავინ არ ელოდა ასე ვთქვათ და გავიდა ლიდერის ნაცვლად შემოვიდა იძულებული მწვრთნელობა შემოიღო და ჩააგდო 15 ქულა მეოთხედში და გავიდა 18 ქულით წინ და ნუ მაგ დამთავრდა ფაქტობრივად თამაში მე ახლა ნიტო სლოვენიის ნაკრები არ არის რომ ხელა უპირატეს განიაოს და ნუ საბოლოოდ გამოვიდა რომ დავმარცხით მე უკვე საბერძნეთში შევხვდით მართლაც ერთ-ერთი ფავორიტი და მე მართლა გამიკვირდა რომ ესპანეთის ნაკრებთან მეოთხე ფინალში ფიქრობდი რომ საბერძნეთი იყო ფავორიტი მოიგებდა მაგრამ შეცდომების გამო 2 ქულით დამარცხდნენ და საბერძნეთთან მატჩსაც და აი მის მერე ნამდვილად ის იყო რომ აი საქართველოს აი მოთამაშეებმა ძალიან იპოვეს ძალები საკუთარ თავში და მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ 3 მატჩი ქონდა წაგებული ქონდა აი და საიდან მოვიდა ეს თვითწმენა ეს ყველა იყო დარწმუნებული რომ მაკედონიას სასურველი ანგარიშით მოვუგებით სვენელი გველოდება ირაკლი მოდით მას მოვსმინოთ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით ქალბატონო ელენე მოგესალმებით ბატონო ირაკლი მე დავიწყებ იმით რომ ქალბატონო ელენე ესე იგი როდესაც ლიტვასთან მატჩის წინ აი კონდაკ მოწვეული ხალხად თქვენ გიორგი ზაბახიძე აქ დარეკა ერთმა პატივცემულმა სვენმა სხვათაშორის კვალიფიციური ჩართვების გამო ირჩევა და განაცხადა რომ ჩვენ ლიტვასთან მოგების შანსი რა თქმა უნდა გვაქვს ოღონდ თუ ვითამაშებთ უდანაკარგოთ ნუ მე განმარტა თავად რომ გულისხმობდა აი როგორც თქვენ უწყინარ სიტუაციებში რომ ბურთი არ დაგვიკარგვა ნუ ეხლა უწყინარი სიტუაციები საერთოდ ბრძოლის ველზე ძალიან პირობითია მეტოქე ყოველთვის ცდილობს შესაძლოა დაგაშვებინოს თუმცა საწყენია ის რომ როდესაც დომინირებ სიტუაციაში აი ამ დროს ბურთი თუ არ დაკარგავდი და აი მოწოდებისთვის და ეს შეცდომები ფიქრობ მართლა გულსატკერი იყო მაგრამ თლიანობაში მე ახლა საქართველოს ნაკრების გამოსვლას რა თქმა უნდა ძალიან წარმატებულად ვაფასებ იმიტომ რომ ნუ ჰოლანდიასთან ახლა ლაპარაკობენ ფორტუნაზე და იგბალზე და თუ იგბალმა ფორტუნამ ზურგიან შეგვაქცია ნუ სპორტის ღვიძლი ნაწილია ფორტუნა და გარდა ამისა იგივე ჰოლანდიას ნუ ჩვენ შემდეგ მოეგო ჩვენ ჰოლანდიასთან მათ შემდეგ მოვიგეთ 2 მატჩი ჰოლანდია ვერ მოიგო და მით უმეტეს ჰოლანდია მიცოდა ანგარიში და იცოდა ის რომ მოგება უნდა და საბერძნეთთან მოგების შემთხვევაში ესეც უპირატესობა იყო რომ ჰოლანდიის მატჩი დაინიშნა ჩვენ მატჩის შემდეგ
ერთგვარი უპირატესობა რომ მას უნდა მოეგო ყველა შემთხვევაში რომ თუ ჰოლანდია ვერ მოიგო ჩვენი რა ბრალია მაგრამ მე რამეს მინდა შევეხო კიდევ ბატონო ირაკლი ხა მანუჩელ მარკოიშვილთან ვკითხულობდი ინტერვიუს ერთ-ერთ გაზეთში ეს იყო ლიტვის მატჩამდე და ნუ იქ ეკითხებიან პულენზე და რატო ვერ ესვლის აიწია ესეთი საუბარი რატო ვერ ესვლის პულენის სამხურიანს და ბატონი მანუჩარი პასუხობს რომ ნუ მარტო სამხურიანებით რატო ვაფასებთ მოთამაშეს ეხლა მანუჩარი პროფესიონალია მე ვარ დილეტანტი და მე როგორც დილეტანტი უპასუხებ აი რატო ვაფასებ კი მარტო სამხურიანით არ ვაფასებ მაგრამ აქცენტს რატო ვაკეთებ სამხურიანებზე ვიგითი გულშემატკივრები საქმე იმაშია რომ სამხურიანები მოგეხსენებათ ამ წესის დანერგვა რამხელა ინტრიგა შემოიტანა კალათბურთში და ეს არის ერთგვარი კატალიზატორი რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს მატჩის ბედი ფაქტიურად ჰოლანდიამ აი ჩაგდებული სამხურიანით გადაწყვიტა თამაშის ბედი და შემდეგ ლიტვამაც ფაქტიურად აი გარისკული სამხურიანით გადაწყვიტა გუშინაც სამხურიანით გადაწყვიტა ლიტვამ გუშინაც სამხურიანით იტალიასთან ხო და აი ამხელა ინტრიგა და აქედან გამომდინარე ყოველთვის აი მაყურებელს აქვს იმისი მოლოდინი რომ როდესაც ნატურალიზებულ კალათბურთს მოვიწევთ ეხლა პულენი მე არ ვამბობ რომ თუნდაც მასზე გადავწყვეტ ხო ჯოხი თუმცა ჰოლანდიასთან მატჩი ის უწყლას სიტუაციაში მანაც უწყლას სიტუაციაში დაკარგა ბურთი აი სწორედ სამხურიანებს ელოდება აი ესეთი კალათბურთელი ხო არ გვჭირდება რომელიც სწორედ სამხურიანებით უზრუნველყოფს ჩვენს ნაკრებს იმიტომ რომ ეს სამხურიანები ჩვენ წინა ჩემპიონატებზეც ძალიან ესეთი აქილევსის ქუსლი იყო ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ როგორც სპეციალისტები ასევე გულშემატკივრები და კიდევ ერთ მინდა შევეხო კითხვა მინდა დავსვა ბატონო ილაკი თუ ხარ საქმის კურსში უკვე ფორმატის შეცვლაზე ლაპარაკი უკვე დაიწყო რომ და მე მაინტერესებს ესე იგი 19 წელს ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე შესარჩევი მატჩებით იქნება და 2017 წელს სტარტდება ევროპის ჩემპიონატისა და რომელ ქვეყანაში დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს მოდით თავდაპირველად ამ დეტალებზე ვისაუბროთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება და შემდგომ ფორმატზე. კეთილი ჯეიკობ პულენზე საუბრობდა სამხურიანების საჭირო. როგორ არის იცით, სამხურიანის სროლს რო ჩამოიყვანო, ესეთი რაღაც არ არსებობს ერთი რაღაცის გამო, რომ მოთამაშე ჩამოიყვანო. ის უნდა იყოს კომბინირებულად კარგი მოთამაშე, როგორც თუმეტეს უკანა ხაზელზეა ლაპარაკი, გამთამაშებელი უნდა იყოს პირველ რიგში, აზროვნებით გამოირჩეოდეს და პასი იცოდეს და თუ სამხურიანებისაც ჩააგდებს, ძალიან კარგი და ძალიან გასახარი იქნება. მოდი იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩი ჩააგდო 19-დან 19 საჯარიმო, წინა მატჩებშიც ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩეოდა. იყო დრო ადრე წინა წლებში, რომ ჯარიმებს საკვალიფიკაციო მატჩებშიც ევროპის ჩემპიონატიც, რომ საჯარიმოებს ვაცლებდით ძალიან ბევრს და მაშინ ლაპარაკობდნენ საჯარიმოებს. ანუ რაღაც არ გამოგივა, რა თქმა უნდა, იმაზე იქნება ყოველთვის პრეტენზია და პრობლემად ჩაითვლება. ჯეიკობ პულენმა ვერ ჩააგდო სამხურიანები, მოგეხსენებათ ჰოლანდიასთან მატჩი მეც და ყველა და ჩვენი ნაკრები ყველა მიცოდა რომ ჯეიკობ პულენი სულად ითამაშა და არავინ არ იყო მისი კმაყოფილი. და ასევე არც სხვები არ იყვნენ თავის თამაშით კმაყოფილი არავინ. ჯეიკობ პულენისგან ბევრს ველოდით, რა თქმა უნდა, მეც ველოდი, მაგრამ მან ითამაშა ღირსეულად ის იმ თამაშებში, რომელშიც საქართველოს გამარჯვებები მოიპოვა. ნაკლები ვერ ვიტყვი რომ ეხა თავარი როლი შეასრულა მაკედონიასთან, ხორვატიასთან გამარჯვებებში და ლიტვასთან ღირსეულ თამაში, მაგრამ ის არავიზე ნაკლები არ იყო, აი გუნდის მასაზე და ვირტუს გულისხმობ ხუთეულს და შემდეგ ძირითად მოთამაშეებს. მე არ ვთვლი რომ მან თავი ვერ წარმოაჩინა, მაგრამ რა თქმა უნდა, მისგან რა თქმა უნდა ბევრს მოვუწევთ ის რომ მას რომ მეტი გაეკეთებინა და თავი რაღაც უფრო ისე წარმოაჩინა, როგორც მანამდე საკლუბო დონეზე აქვს წარმოჩენილი, საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასაც მოუგებდა და შეიძლება უფრო მაღალი შედეგის ეჩვენებინა, მაგრამ მოხდა ისე რომ ანუ ის თამაში ჩააგდო, როგორც ყველა სხვებმა ჩააგდეს, მოთამაშეა რა მაგას ვერ ვიტყვის. ვისურვებ რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს უფრო მაღალი კლასის და უბრალოდ იმან ითამაშოს, ვინც ითამაშებს კარგად ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენს გუნდში და სხვა გუნდში რაც უნდა ისქნას ასე ვთქვათ. ეხლა ფორმატზე ვიტყვი. ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მე არაფერ არ მსმენი და მე ვთვლი რომ არ შეიძლება ეს ფორმატი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ფორმატმა გაამართლა
თორე აი სხვა ქვეყნებში როგორ ჩატარდება სხვადასხვა ქვეყანაში და მე ფინალური ცალკე ქვეყანაში თუ ეგ არ ვიცი მაგაზე შეიძლება მართლა მაგას გულისხმობდა ალბათ არ ვიცი და თუ რაც შეეხება ფორმატს აი ჯგუფები და ჯგუფიდან გასვლა 4 გუნდი და პლეი-ოფიდან პირდაპირ დაწყება ეგ არ შეიძლება იმიტომ რომ აშკარად გაამართლა და არავინ მე არ მომისმენია ნეგატიური აზრი ამასთან დაკავშირებით 2 წლის შემდეგ სად იქნება? 2 წლის შემდეგ იქნება ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ არ არის გადაწყვეტილი სად იქნება, ეს ტრადიციულად არ არის ფეხბურთი 5 და 8 წლის ადრე ცხადდებოდეს. სავარაუდოდ გაირკვევა მომავალ წელს, უბრალოდ რომ ჩატარდება კენჭისყრა, ან იანვარში ან თებერვალში სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში ყოველთვის ასია ხოლმე. 2 წლიანი ციკლი ხო ევროპის ჩემპიონატი დასრულდება და იმ ზამთარში იანვარში ან თებერვალში იქნება კენჭისყრა მომავალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევი ტურნირის და რა თქმა უნდა იმ პერიოდში მალევე ხდება ცნობილი თუ ვინ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ესეც წელსაც ასე იქნება წელს ამ ციკლში. ლეგიონერი, ანუ თვლით რომ ამ თვალსაზრისით გაძლიერება სჭირდება საქართველოს ნაკრებს? არა, მაგი ჩემი კომპეტენცია არ არის. მე უბრალოდ როგორც გულშემატკივარი დიახ როგორც ჟურნალისტი რომ აი პოლონის მაგალითად აი თქვათ უფრო ძლიერი თუ შეერჩევა ახლა ქართველებიდან ვინც ყავს ვიცით ვინც ყავს ხო? ახლა ზაზა ფაჩულიაზე უკეთეს ცენტრს ვერ მოვიყვანთ ხო? როგორც ცინცაძეზე კაი გამთამაშებდა ქართველს. და როცა არჩევანის საშუალება არის, იქ უკვე შეიძლება ლავირება. ამ პოლონი როცა პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებში, ძალიან დიდი დახმარება გაუწია და მაშინ მისაღები იყო. ეხლა 1-2 თამაში ჩააგდო და ეხლა უკვე თვლით რომ ესე მე ვფიქრობ რომ მომავალში თუ გადაწყვეტს სამწვრთნელო შტაბი და მწვრთნელი რომ ჭირდება საქართველოს ნაკრებს მოგეხსენებთ ახალგაზრდებიც იზრდებიან და რა იქნება მომავალში მე თუ 2 წლის მერე არ ვიცი და თუ მიდგება ჯერ იმაზე რომ უნდა გაძლიერდეს და ლეგიონერი ჩამოვიდეს რა თქმა უნდა მე ჩემი სურვილი იქნებოდა რომ იყოს უფრო მაღალი შედეგის მომტანი და კვალიფიკაციის მოთამაშე. ძალიან ბევრი კალათბურთელისთვის ეს რეალობაა და ვაღიაროთ, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა იყოს კარიერის ბოლო კონტინენტის პირველობა. ანუ არის ის თაობა, ვინც შეძლებს რომ ფაჩულიას, ანიკიძისა ეს ტრადიცია გააგრძელოს. ან ტრადიცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და საქართველოში კალათბურთი არასდროს არ ჩაკვდება, ასე ვთქვათ. ნაკრები ყოველთვის იქნება, შეცვლაც მოვა. უბრალოდ ძალიან რთული იქნება აი ერთბაშად ამ თაობის, ასე ვთქვათ, სხვა ახალი თაობით იგი უმკვნელოდ ჩანაცვლება. იმიტომ რომ მოგეხსენებათ აი ამ ნაკრებში თამაშობენ ახლა და აი ესეთი პერიოდი დაემთხვა, რომ საქართველოს ნაკრებში ასეთი ნიჭიერი თაობა, რამოდენიმე სახელებს არ შევეხები და ყველა კარგად ვიცით რა ნაკრები ყავს და ვინ არიან მე და მომავალ თაობას რო უყურებ, აი ეს არიან, რა თქმა უნდა, არანაკლებ პერსპექტიული მოთამაშეები, ვიდრე დროინდელი ამ პერსპექტივაში რომ მიაღწიონ იგივე დონეს, თუნდაც ფაჩულიას დონეს, თუნდაც, მაგრამ აი ესეთი მრავლად ესეთი ერთ თაობაში თავმოყრილი ძნელია რა მე არ გამოვრიცხავ იმას რომ აი სწორი განვითარების აი 16 წლამდელი ვარიან ახლა 14 წლამდელი ვარიან 14 წლამდელთან ნაკრებში არის ძალიან ბევრი პერსპექტიული მოთამაშე რომელსაც რთულია რომ განჭრიტო ითამაშოს აი საერთოდ მოთამაშეზე აი რო ამყარებენ დიდი იმედებს კალათბურთში განსაკუთრებით ფეხბურთშიც ან შეიძლება რომ აი უწინასწარმეტყველებენ დიდ კარიერას და ვარსკვლავობას ასე ვთქვათ, მაგრამ მისგან საბოლოოდ ჩვეულებრივ რიგითი მოთამაშე გამოდის და ისიც არ გამოდის. ხოლმე ბევრი შემთხვევებია ქართულ კალათბურთში ამისა და აი ესე მით უმეტეს მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ასე შეიძლება აი ხედავ 5 მოთამაშეს, რომელიც მოვა და არა, რა თქმა უნდა, მუშაობა მიდის, არის პერსპექტიული მოთამაშეები, პირველ რიგში დამოკიდებული არის სწორ განვითარებაზე, თვითონ მოთამაშეებზეც დამოკიდებულია, როგორ მიუძგებიან, როგორ პროფესიონალურად მიუძგებიან საკუთარი განვითარების და როგორ მოხდება მათი
ინტეგრირებას ჩამოცლება იმ თაობისა, რომელიც წავიდეს სამწუხაროდ კიდე 5 და 10 წელი ვერ ითამაშე მე ხო ეს ბიჭები. და არის ნამდვილად თაობა, მაგრამ უნდა დიდი მუშაობა უნდა, ძალისხმევა უნდა, რომ აი უმტკივნეულოდ საქართველოს ნაკრებმა ანუ ეს ინერცია არ დაკარგოს, ანუ რომელიც აღებული აქვს 2007 წლიდან მანამდე B დივიზიონში. რომელიც ბოლო წლებში აქტიურად არის ქართულ კალათბურთში საქართველოს ნაკრებში. მოდით კოკოშკოვის ფაქტორზეც ვბრძანეთ. ბევრი გულშემატკივარი თქვათ იმ წაგებული შეხვედრების შემდეგ იყო უკმაყოფილო, თუმცა იყო თქვათ ის კომაგიც, რომელიც აღიარებდა რომ კოკოშკოვი ამ ნაკრებს ბრწყინვალედ მოერგო და ეს იყო მისი მაქსიმუმი. როგორი იყო თქვათ მასთან შეხვედრისა ეს დეტალები და რას გამოყოფდა და რასზე საუბრობდა ხაზგასმით? ეს როგორც 2x2-4-ია, ისეა გუნდი რო აგებს მწვრთნელს რა თქმა უნდა გულშემატკივარი მიდის მისგება ხოლმე მწვრთნელს. კოკოშკოვის კომპეტენცია, კოკოშკოვის საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი არის ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან რომ იგი საქართველოს ნაკრებში არის 2008 წლიდან 7 წლის განმავლობაში წვრთნის, მასზე კარგად არავინ არ იცნობს, არც ერთი მწვრთნელი ამ მოთამაშეებს, მით უმეტეს მათ შესაძლებლობებს, როგორც ერთიან გუნდს, ერთად თამაშის. კოკოშკოვის მწვრთნელობის პერიოდში არავით არის ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა ნაკრებში, ახალი ესეთი არავინ არ შემოსულა, ყველა ეს მოთამაშე ვინც ახლა არიან, ყველანი 2007-ში ლიდერები იყვნენ, იგივე ფუნქციები ეკავათ და მასთან ერთად მოდის იგორ კოკოშკოვი. მე ვთვლი რომ მასზე კარგად რთული იყო ისეთი მწვრთნელის მონახვა, რომ ჩააბარებდა. რა თქმა უნდა, ცუდი იყო რომ წავაგეთ ჰოლანდიასთან, მაგრამ ახლა მწვრთნელის შეცდომებზე უბრალოდ ვერ ილაპარაკებ, ანუ რა არგუმენტი უნდა მოიყვანო, ანუ ვის აქვს უფლება რომ თქვას რომ მწვრთნელი რაღაც შეცდომები დაუშვა. მაშინ მას იმ მწვრთნელზე მეტი უნდა იცოდეს, ხო? და მე ვთვლი რომ იგორ კოკოშკოვი გააკეთა რაღაცა დიდი სამუშაო საქართველოს ნაკრებში. ისეთივე ძალიან გულნატკენი იყო და დამწუხრებული ამ წაგების შემდეგ, მაგრამ სჯეროდა, როგორც ყველა მე საბოლოოდ გამოჩნდა ამ სამი წაგების შემდეგ ვარჯიშებზე ყველა შეხვედრაზე, ანუ ოპტიმიზმი, მუშაობა არავითარი, აი ვთქვათ ის რომ წავაგეთ და ცუდი გუნდი ვართ და არ შეგვიძლია. ყველა მოტივირებული, ყველა შემართული, მოთამაშეები ან მწვრთნელიანად კოკოშკოვმა დიდი სამუშაო გაწია, ვარჯიშებზე ანუ დეტალურად უხსნიდა მეტოქეს აი თამაშის დღეს, წინა დღეს სუმიდის მომავალ მეტოქესზე კომბინაციები უშუალო მობილური გვირეკავს ირაკლი მსმენელი და შემდეგ დავასრულოთ უკაცრავად გისმენთ გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. მე ულოცავ საქართველოს ასეთი მართლაც კარგი ნაკრები ყავს, უდავოა კოკოშკოვის დამსახურება. ვისწავლეთ კიდევ ამ დროს ეგრეთ წოდებული სამქულიანები, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ ახლა და იმედის მომცემია ამ ხრივ სულ ახალგაზრდა სანაძე. წასული ჩვენ ყავდა ძალიან კარგი სნაიპერები, აი კალათბურთში ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, აი მაგალითად კილაძე, როგორც ალთაბაევი, უქრეხელი და ასევე ბევრი იყო კიდევ და ერთ რამეს ვისურვებდი, რომ აი შეცდომები იყო გადაცემაში, აი ელემენტარული და ამან წაგვაგებია და აი რომ პერიმეტრებიდან უფრო აქტიურად ყოფილიყავით, რომ სამქულიანი მოგვეპოვებია და საერთოდ ჩვენ კალათბურთს უმიზესი ტრადიციები გვაქვს და ალბათ უახლოვდებით აი მეტფაქნას 62-იანი წლების მახსოვს მაშინელი ჩვენი დინამო ეს ევროპის ჩემპიონი და მეტფაქნას რომ მივახციოთ იმ შედეგს და ერთ შეკითხვა მაქვს ბატონო ირაკლი, აი მე მესმის 2017 წელს არა ევროპის ჩემპიონატი და თქვენ გაგვიჩვით რაღაც სოფიო ჩემპიონატი, აი
სად გაიმართება და შესაძლოა როგორ იქნება აი წინა მკითხველმაც დასვოდა მაგაზე არ უპასუხეთ მეგონი სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე სოფლიო ჩემპიონატი შესარჩევი წელს არანაირად არ ეხებოდა როგორ არის ესე იგი აქამდე ესე იყო და ჯერჯერობით ესე არის ყოველ ევროპის ჩემპიონატზე თამაშდება მომდევნო ან ევროპის ჩემპიონატი გააჩნია რომელი ემთხვევა მომდევნო სოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის საკვალიფიკაციოდ განიხილება ითვლება. ეხლა იყო ეს ოლიმპიადის, მაგრამ შეცვლილი ფორმატი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ანუ მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს ორი საუკეთესო, ანუ ფინალში გასული გუნდი, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ მომავალში დაინიშნება ეს საკვალიფიკაციო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი მოიპოვებენ ამ ტურნირში თამაშის უფლებას ანუ ვინც ამ შვიდეულში მოხვდება ანუ უკვე ცნობილია ფაქტობრივად გასარკვევი დარჩა მე-7 ადგილს ვინ დაიკავებს შემდეგ წელს 2017-ში გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მაგრამ ეხლა ისეთ ზღვარზე ვართ ანუ 2017-ში ჩატარდება ბოლო იმ ციკლის 2 წლიანი ციკლის ბოლო ევროპის ჩემპიონატი ამის შემდეგ იქნება 4 წელიწადში ერთხელ და ეს ალბათ შეიცვლება ცალკე ევროპის ცალკე უნდა ჩატარდეს საკვალიფიკაციო ტურნირი შესაძლებელი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის ანუ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე სავარაუდოდ იქნება ცალკე ტურნირი იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება ყოველ 2 წელიწადში და ევროპის ჩემპიონატის მაგივრად გაიმართება შესარჩევი ტურნირი რომელშიც გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მაგრამ ეს დეტალები თარიღები დროები ან ფორმატი რა თქმა უნდა ჯერ არ არის ცნობილი 2017-მდე არის ჩვეულებრივად ეხლა გათამაშდა ოლიმპიადის მომავალი ოლიმპიადის საგზურები 2017-ში ალბათ აღარ გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის და 2018-ში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ნუ ეს ვარაუდის დონეზეა, ყველაფერს FIFA უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს სავარაუდოდ. დიახ, კლამსვენელი გისმენთ გამარჯობა. ალო? მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმარს. ქალბატონო ელენე. დიახ. მე რამინდა როგორც გულშემატკივარს გითხრათ როდესაც ეხლა ბოლო თამაში წავაგეთ რამდენი ტაიმ-აუტი აიღო მოწინააღმდეგის მწვრთნელმა იმდენი გაგვიტანაბრა წინ წასული ვიყავით თქვენმა აიღო და არაფერი შედეგი არ იყო მე ამით მწვრთნელის მიმართ პრეტენზიას არ ვაცხადებ მაგრამ ამას დიდი ყურადღების დათმობას კი ვითხოვდი ნამდვილად აქ ისე ღიად იყო ეს რომ იმათი მწვრთნელის შეიძლება ითქვას დიდი უპირატესობა გახდათ ამ თამაში გასაგებია ბატონო მარტო წუთშესვენების მაგას წვრთნელი უბრალოდ ადოს დავალებას უბრალოდ ის მე როგორ შეასრულებს გუნდი მაგაზია თავი რომ კარგი მომენტში აიღო და თუ თქვენ მეთანხმებით იმას რომ კაი მომენტებში იღებდა კოკოშკოვი წუთშესვენებას დაგეთანხმებით და წუთშესვენებიდან დაბრუნებული კალათბურთელები მეტოქეზე გაცილებით შედეგიანად ათამაშებდნენ თუ არა მაგას წვრთნელი უბრალოდ ვერ იმას იზავს ვერ განსაზღვრავს წელს შეუძლია სწორ მომენტში აიღოს როცა ხედავს რომ მეტოქე გარბის თქვა აი ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე აიღებს შეანელებს ამ ტემპს და შესაბამის დავალებებს მისცემს მოთამაშეებს ეს როგორ შესრულდება შემდეგ წვრთნელი ამას ვეღარ ახდენს გავლენას და მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ საქართველოს ნაკრებს არ ქონდა პრობლემა უბრალოდ მოხდა მომენტები იყო შეცდომები იყო რაღაც დეტალები რომლის გამო წავაგეთ ახლა მე მაგ თამაშს ვერ განვიხილავ კრიტიკული თვალსაზრისით კრიტიკა რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ იმ დონეზე რომ აი ვერ დავაკნინებ ჩვენი მოთამაშეების მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის და ექიმების და ყველას მოწადინებას და მუშაობას რომელიც ჩადებული იქნა და ბოლო-ბოლო გავედით მე მერვედ ფინალში და ღირსეულად წავსდებით ევროპის ერთ-ერთ გრანდ ნაკრებთან. კლამსვენელი გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. ელენე მე ერთხელ დავსე ამას წინათ კითხვა. დიახ. როდის უფრო მაღალი დონის კალათბურთელები ყავდა ჩვენ ადრე თუ ახლა მეთქი და ვერ მივიღე პასუხი და იქნება ბატონო ირაკლი გითხრას მაგრამ მანამდე მაინც მინდა შეგახსენოთ ზოგიერთი რამ თუ შეიძლება.
ალექსანდრე კილაძე ახსენეს ახლა, რომელმაც 46 საჯარიმო ზედიზედ ჩააგდო და გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მაშინ ჩემპიონობა იყო ხოლმე ამ საჯარიმოების ჩაგდებაში. გარდა ამისა, ვარჯიშებზე გივი ბიჭიაშვილმა 100 საჯარიმოდან 100 ჩააგდო. გარდა ამისა, ბიჭიაშვილი პირით ხაზიდან, ანუ გვერდიდან ყველა თამაშში, ყველა ბურთს აგდებდა გვერდიდან. მე ახლა არ მინახავს ასეთი თამაში გვერდიდან, პირით ხაზიდან რო ვინმე აგდებდეს. გარდა ამისა, კიდევ გავიხსენებ, რომ ჩემს საფულე ჩემპიონი ყავდა ზერიოგენი, ოლიმპიური ჩემპიონი ყავდა ქორქია საკალდელიძე. მერე როგორი იყო ციცას დახდნენ, ციცას უგრეხელიძეს მიიღებდა ბურთს კალათთან, მიიღებდა და ჰაერში შემოტრიალდებოდა და ჩააგდებდა ან ჩაწენიდა. ახლა ჩვენ ამისანა კალათურთელებს ვერ ავხედავ. ლეჟავა ყავდა 2 მეტრი და 15 სანტიმეტრი, რომელმაც მოგვაგებინა 62 წელს ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ვერავინ ვერ უწევდა წინააღმდეგობას და გითხარით რა, მაშინ უფრო მაღალი დონის კალათურთელები ყავდა თუ ახლა. გასაგებია, დიდი მადლობა ირაკლი ბრძანეთ. მე როგორც ხედავ თქვენ წარსულ თაობაზე აკეთებთ ფსონს, ანუ ჩამოთვალეთ, მე ამაში არანაირად ვერ შემოგედავებით და თქვენ აზრზე დავჩები, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე იმას ვიტყვი, რომ მოთამაშეების დონის შეფარდება, რომელი უფრო მაგარი იყო, რომელი უფრო ძლიერი იყო. უბრალოდ მე არ მინდა ამის გაკეთება და არც მიმაჩნია სწორედ ჩემი მხრიდან. ამ პოზიციიდან გულშემატკივრობის დონეზე ვინ მოსწონს, ეს პირადი საქმეა ყოველასი და არ არის საჭირო, რომ თქოთ საქვეყნოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. მე ისეთი ის არა ვარ, ასე ვთქვათ. და უბრალოდ მე ვიტყვი იმას, რომ ყველა თაობას ყავდა თავისი ვარსკვლავები და დარწმუნებული ვარ, ზაზა ფაჩულია რომ ადრე დაბადებულიყო, მოხდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არანაკლებ შეიტანდა წვლილს გამარჯვებაში, როგორც იგივე სხვამ გააკეთა. და უბრალოდ მე არც მინახავს მათი თამაში ცოცხლად და შევადარებ მაგალითად ფაჩულიას და ქორქიას სიტყვაზე ერთმანეთთან ვერც გადავწყვიტო, არც ამაქვს მაგის უფლება. უბრალოდ ვიტყვი, რომ უდიდესი კალათბურთელები ყავდა საქართველოს ნაკრებს წარსულში, გენიალური კალათბურთელები ყავდა, თქვენ ვინც ჩამოთვალეთ და ვინც არ ჩამოთვალეთ, კიდევ ერთი 5 მაგდენი და ეს მოთამაშეები, რომელთაც ახლა თამაშობენ, რა თქმა უნდა, შედეგები არ არის ისეთ, მაგრამ მაშინაც სხვა ფორმატი, სხვა კალათბურთი იყო, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით, ნაკრები, ანუ საქართველოს ნაკრები არ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები და ეს შედეგებიც, კლუბი დინამომ გაიმარჯვა, კი, რა თქმა უნდა, იყო ეს შედეგი საქართველოს საკლუბოს არ აგვაქვს და არც ანაკრებოს რო ამხელა, მაგრამ მაგიდან თუ განსაზღვროთ, რა თქმა უნდა, შედეგები და ესეთი ლეგენდარული ხალხი წარსულში, რა თქმა უნდა, და ვინ ვიყვნენ დღეს ამ თაობას უკვე მომავალი თაობა გადაწყვეტოს და ისტორია გამოაჩინოს. და ევროპის ჩემპიონატზე ბრძანეთ, როგორც გულშემატკივარი, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, როდესაც თვალს ადევნებდით თქვა სხვა შეხვედრებს? კომაგმა შეაფასეთ კონტინენტის პირველობა. უბრალოდ ძალიან დიდი როგორ იყო, იცით, დიდი სიამოვნება არის, აი როცა სულ სხვა როცა შენ გუნდი თამაშობს და ამ შემთხვევაში ადევნებ თვალს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი განცდა. საკმაოდ ემოციურია, კი ბატონო. ემოციურია და ეს სულ სხვა ატმოსფეროში, ანუ იმ სიტყვას ვერ შეიგრძნობ, თუ რამხელა ფორუმზე ხარ და ანუ საუკეთესო გუნდები, საუკეთესო არენა, ატმოსფერო, აი უმაღლესი დონე, ხო? და სხვა მატჩებში უფრო გქონდა მაგის საშუალება, რომ ბევრს არ დავსწრებულო სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე მოგეხსენებთ ნაკრებთან ერთად ვიყავი და ანუ იგივე რეჟიმი იყო, ანუ მოთამაშეები არ რჩებოდნენ და არ უყურებდნენ. ეს მხოლოდ ხდებოდა ვიდეო გაკვეთილი, განსჯა მიდიოდა მეტოქეების და ტელევიზიით და ვიდეო კადრებით მეტოქეებს აკვირდებოდნენ, თამაშებს უყურებდნენ. ძალიან კარგი, აი კალათბურთი ვისაც უყვარს ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონის ფორუმებზე მოხვდა, ბედნიერი ვიყავი და ძალიან მიხარობდა, როცა მქონდა საშუალება რომ ცოცხლად მეყურებინა თამაშებისთვის, თუნდაც ჩვენი ჯგუფის სხვა გუნდი და არც შეეხება მე საფრანგეთში უკვე პლეი-ოფი იყო, დავესწარი რამდენიმე აი სლოვენია, ლატვიის თამაშს,
ლატვიამ რომ დაამარცხა სლოვენია ძალიან დიდი დაბეჭდილებები და ძალიან საინტერესო თამაში იყო. მოკლედ გახარებული ვარ ძალიან. კიდევ ერთი მსმენელი მოკლედ ბრძანეთ თუ შეიძლება გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით. Ჩემო ერთ-ერთი რომელიც გვახარებს, რა მიზავს თქვა, ჩემო ირაკლი რა შეასახა, ისი ისტორია თქვა უკვე თავისი ამბავი, ჩვენ ევროპის ჩემპიონებიც ვიყავით, ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონებიც ვიყავით და მსოფლიო ჩემპიონებიც ვიყავით. მე სულაც არ წრით ხალხი გუშინ მერაც ნახე გუშინში ჩვენი კალათბურთელების თამაში ყველაფერი გამიბარცილა ჰოლანდიას ვაპატებ ეს შეძლებიათ საქმე იმაშია აი მონდომება მე ადრესაც თქვი ელენესთან თუ ის მონდომება ვერ ვნახეთ და ვერ გამოვიყენეთ ვერც ერთ გუნდთან ვერ გამოვაჭრეთ მეორე ჩემო ელენე მინდა მაინც შეგახსენოთ რომ აი რეგბის ამბავს თუ მეტყვით როდის იქნება ჩვენების თამაში 19-ში ბატონო 19-ში 14 საათსა და 55 წუთიდან ორივე არხზე ანუ ტალღებზე 102 და 4 და 109 თქვენ ამ მატჩის პირდაპირ რადიო რეპორტაჟის მოსმენის საშუალება გეძლევათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ ასე რომ შაბათიდან გქომაგობთ ჩვენს ბორჯღალოსნებს დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს დიახ ბრძანეთ ირაკლი მოკლედ და დავასრულოთ ფაქტურად ჩვენი მსმენელი საუბრობდა რომ აი ლიტვასთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ყველაფერი ვაპატიეთ ჩვენს ნაკრებს, ანუ შეძლებიათ თამაში. საბადოებრივი ნამდვილად თუ ჩავთვლით იმას, რომ ჰოლანდიასთან წაგება ვაპატიოთ, არ არის ლაპარაკი, მაგრამ მართლა დაადასტურა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამ კალათბურთელებთან ამ ბიჭებმა, რომ ნამდვილად შეუძლიათ თამაში, ნამდვილად ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში, მიუხედავად იმისა, თამაშობენ ლიტვაზე მაღალი დონე არ არის დღეს და არც აქამდე იყო ლიტვა რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს ლიტვა რჩება და არის უდიდესი და უძლიერესი ნაკრები და გრანდი ასე ვთქვათ ევროპული კალათბურთის და მარტო ამ ლიტვასთან მატჩი არ იყო შეგახსენებთ მე წინა მატჩი მოვუგეთ ხორვატიაში 8-9000 ხორვატიის თვალწინ და მანამდე მაკედონიას ერთი სიტყვით საქართველოს ნაკრებმა თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი და ყველაზე ლამაზი კარგი თამაში აჩვენა ჩემი აზრით და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ მე ამის მონაწილე ვიყავი და იქ ყველაფერი ამის გავიზიარე ბიჭებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი პერდაია საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის პრესატაშე იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობები და უკვე დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე.